მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორც ყოველთვის მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, მადლობა ყველას თითოეულ თქვენგანს კომენტარებისთვის. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, რას ფიქრობს პარტნიორი თქვენზე, რა ფიქრები უტრიალებს თავში. გავაკეთოთ ორ ვარიანტით შემოკარგებო, პირველი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ პირველი და მეორე ვარიანტი. ვისაც დრო არ ყოფნით დააპაუზეთ. პირველი არკანებით შემოკარგებო, როგორც ყოველთვის ვიცით, რომ არის სიგნიფიკაცია, ამიტომ მოусმინეთ სიგნიფიკაციას, თუ რეზონირდა თქვენთან, ესე იგი ვარიანტი სწორად გაქვთ არჩეული. მაშ დავიწყოთ შემოკარგებო. მე გადავდეთ მეორე ვარიანტს გვერდით და ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია ჩემო ძვირფასებო. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, ნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები ამჟამად თქვენთან მიმართებაში. ჯერ პირველ რიგში ვნახოთ, როგორია თქვენ შორის ურთიერთობა, რომ გაიგოთ, რამდენად სწორედ გაქვთ ვარიანტი არჩეული. მაშ ასე შემოკარგებო. ვარიანტი პირველი. ვინც პირველი ვარიანტი აირჩა, მე მაინტერესებს, როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პარტნიორს შორის. როგორია ურთიერთობა ამჟამად თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პარტნიორს შორის. როგორია ამჟამად ურთიერთობა. ნახოთ. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს ურთიერთობაში არის რაღაც ძალიან დიდი გულის ტკენა, შესაძლებელია რაღაც გარკვეული სხვაობის გამო, ხო, შესაძლებელია რაღაც გარკვეული შეხედულებები გაქვთ განსხვავებული ერთმანეთთან და თქვენი აზრთა თანხვედრა არ ხდება, შესაძლებელია არის ასაკობრივი სხვაობა, შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ნიშნით რაღაც სხვაობა, რომელიც იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და თქვენს ურთიერთობაში არის მუდმივად გაუგებრობა, უსიამოვნება, შესაძლებელია ჩხუბი. ერთ-ერთი პარტნიორი ფიქრობს, ცდილობს რომ თავს მოახვიოს მეორე პარტნიორს რაღაც თავის აზრი, თავის შეხედულებები, თავისი სურვილები, რის გამოც იწყება თქვენ შორის კონფლიქტი, ერთი სიტყვით თქვენ შორის რაღაც დალაპარაკი, ანუ შეთანხმება ვერ ხდება, შემოკარგებო, შეთანხმება ვერ ხდება ერთმანეთთან, რაღაც თქვენი შეხედულებების გაზიარება, თითქოს არ უსმენთ ერთმანეთს, თითქოს ერთ-ერთი პარტნიორი ფიქრობს, რომ მეორეზე რამით უპირატესია, რომ ოჯახში წამყვანი, ან ურთიერთობაში წამყვანი როლი უკავია ერთი სიტყვით და ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ის სიტყვის. შესაძლებელია თქვენს ურთიერთობაში უკვე ესეთი პერიოდი გაქვთ, რომ უკვე გრძნობაც აღარ არის, რაღაც მე მიჩვენებს, რომ თითქოს რაღაც ამ წენებმა და უსიამოვნებებმა თქვენს ურთიერთობას საკმაოდ ისეთი დაღი დაასვა და უკვე მუდმივად ხართ დაძაბული, დასტრესილი იმ ურთიერთობით, რომელიც გაქვთ, შემოკარგებო. ვფიქრობ, იცით რა არის, აქ შესაძლებელია ურთიერთობაში იყოს რაღაც ეჭვიანობის მომენტიც, როდესაც ერთი პარტნიორი მეორეზე ეჭვიანობს და აი ამ ეჭვების გამო არის მუდმივად რაღაც შეზღუდვები, რაღაც კონფლიქტები, ერთი სიტყვით ყველასთან ინდივიდუალურია, ეს არ დაგვავიწყდეს. შესაძლებელია ზოგიერთ თქვენი პარტნიორი გართობასაც გიშლით იმის გამო, რომ ეჭვიანობს და ან შესაძლებელია ზოგიერთი ისეც იყოს, რომ თქვენი რომელიმე მეგობარი არ მოსწონდეს, გულზე არ ეხატებოდეს და მასთან ურთიერთობას გიშლიდეს, ერთი სიტყვით აქ გვაქვს ურთიერთობაში დაძაბულობა, მუდმივად რაღაც მოლოდინი იმის, რომ უსიამოვნებას ელით მისგან და ერთი სიტყვით აქ ურთიერთობაში არის ძალიან დიდი წყენა, ტკივილი და რომ თქვენ ურთიერთობის ნგრევაც კი შემოკარგებო. აქ ერთ-ერთი პარტნიორი შესაძლებელია ურთიერთობიდან არის წასული და წასული შეიძლება ითქვას არა თავისი ნებით იძულებული გახდით, რომ ურთიერთობა დაგეტოვებინათ იმის გამო, რომ აუტანელი იყო ეს ამდენი აგრესია, გაუთავებელი რაღაც მითითებები, გაუთავებელი რაღაც ჭკუის დარიგებების სწავლება, ერთი სიტყვით და გაუთავებლად სხვისი აზრის თავს მოხვევა, აი ეს ყველაფერი ამოგივიდა ტყელში, ერთი სიტყვით და ვფიქრობ, რომ აქ ერთ-ერთი პარტნიორი ურთიერთობიდანაც არის წასული, შემოკარგებო. თუ ასე არ არის, მაშინ ეს ვარიანტი არ არის თქვენი. თუ გეცნოთ თქვენი თავი და თქვენი სიტუაცია, შემოკარგებო, მაშინ გააგრძელეთ ყურება. მე მოვიშველიებ სხვა დასტას, რომ გავიგოთ, რას ფიქრობს ამ მომენტში, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. ვინც ამ გაშლას უყურებს, რას ფიქრობს
რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ამჟამად თქვენზე? რას ფიქრობს? პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი? პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე რას ფიქრობს? ვინც პირველი ვარიანტი არჩია თქვენი პარტნიორი თქვენზე ამჟამად? რა ფიქრები უდრიალებს თავში თქვენთან მიმართებაში, რა თქმა უნდა. თქვენთან მიმართებაში რა ფიქრები უდრიალებს? რა ფიქრები უდრიალებს თქვენთან მიმართებაში? იცით რა არის? ჯერ ერთი მუდმივად ინტერესდება თქვენი ცხოვრებით. მუდმივად ინტერესდება, ნახეთ როგორი არკანია, მუდმივად ცდილობს რაღაც ინფორმაცია მოიპოვოს თქვენზე, შესაძლებელია ნახეთ თუ კონტაქტზე არ არის გამოსული, შესაძლებელია ფიქრობს კიდეც რომ ანუ დაგეკონტაქტოთ, მოკლედ რაღაც ინფორმაციას მუდმივად ეძებს თქვენთან დაკავშირებით. იცით რა არის? თქვენ ფიქრობს რომ თქვენ ხართ მისი შესაძლებელია მიყურებთ პიროვნება, რომელიც ოფიციალურ ურთიერთობაში ხართ ქორწინებაში, გულისხმობ ქორწინებას. თქვენ ხართ მისთვის მთავარი ქალბატონი, რომელიც მისთვის არის რომ იტყვიან ოჯახი, შესაძლებელია შვილების დედა. და ფიქრობს რომ ძვირფასი ხართ მისთვის, იმიტომ რომ იმპერატრიცა ამოვიდა, ნახეთ 10-იანი თასი, ოჯახის არკანები ამოვიდა, 10-იანი თასი, 4-იანი კვერთხი. თქვენთან თავს ფიქრობ მისთვის ხართ საგანძური, მატერიალურად და რესურსულად ძალიან ძვირფასი პიროვნება, ვისთანაც ურთიერთობა სიამოვნებს, მაგრამ ფიქრობს რომ თქვენ ძალიან ჯიუტი ქალბატონი ხართ, ასევე ხმლის დედოფლის პოზიცია გაქვთ, ნახეთ, ამოღებული ხმალი ხართ ერთი სიტყვით, პიროვნება, რომელიც თავს რა თქმა უნდა არავის არ დააჩაგრინებთ, ძალიან ჯიუტი და შეიძლება ითქვას ქედმაღალი ცოტა პიროვნება ისეთი, ნახეთ აქ როგორი არკანია ეს რომ ესე იგი როგორი ქედმაღლური იცის პიროვნებამ თავის ფასი, ანუ თქვენ იცით თქვენი თავის ფასი და ფიქრობს რომ წესებს და საზღვრებს თქვენ აწესებთ, ასე ვთქვათ, და ფიქრობს რომ თქვენი სიჯიუტის გამო ხდება ის ყველაფერი რაც ხდება და იმის გამო რომ თქვენ ხართ ჯიუტი და არაფერს არ უქმობთ, მაგრამ ძვირფასი ხართ, ჩემო კარგებო, მე მინდა გითხრათ რომ ძვირფასი ხართ მისთვის. მოდი ვეკითხოთ გრძნობა თქვენს მიმართ, თუ აქვს კიდევ რაიმე გრძნობა. კი, იცით რა არის? ამოვიდა ეშმაკის არკანი, ჩემო კარგებო. მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ, მიჯაჭვულობა აქვს, ლტოლვა დავნება აქვს. ისევ თასი, 10-იანი თასი. თქვენი ერთგული მეგობარია. მზად არის, ნახეთ, ეს ტარო ლენორმანია, თქვენი ერთგული მეგობარია, მზად არის მუდმივად თქვენს სახლს udaraჯოს, მოკლედ თქვენ გდარაჯობთ ერთი სიტყვით, რადგან ძვირფასი ხართ მისთვის, ვნებაც აქვს, ძვირფასიც ხართ მისთვის და აქ გასაგებია რომ პიროვნება თulis რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ვნებასაც აღძრავთ მასში შეყვარებულების არკანი. უყვარხართ, კი, რა თქმა უნდა, უყვარხართ და ფიქრობს რომ რაღაც კონტაქტზე გამოსვლასაც კი ფიქრობს, ჩემო კარგებო. მიუხედავად რაღაც მანძილისა, ფიქრობს რომ დაგეკონტაქტოთ. მე მაინტერესებს რა უშლის ხელს. რატომ რა ხდება ისეთი იქნებ თქვენი მხრიდან აქვს რა თქმა უნდა თქვენი მხრიდანაც აქვს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ხმლის დედოფლის პოზიციაც გიკავიათ ასევე და ნახოთ რა უშლის ხელს რომ თქვენთან ურთიერთობა დაალაგოს. მოდი ასე ვიკითხოთ, რა უშლის ამ პიროვნებას თქვენ ვინც ჩაიფიქრეთ პირველმა ვარიანტმა რომ თქვენთან ურთიერთობა დაალაგოს. რა უშლის ხელს? რაღაც არჩევანის ვერ გაუკეთებია არჩევანი ერთი სიტყვით ამ პიროვნებას. არჩევანი რასა და რას შორის. არ ვიცი, იცით რა არის, რაღაც გამოუვალ სიტუაციაში, ჩემო კარგებო. არჩევანში შეზღუდულია, მე ვიტყვი ამ პიროვნებას. არ ვიცი რატომ, ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს, იცით რომ თავისუფლებაზე არ იმყოფება, თავისუფლება არ აქვს, ანუ შეზღუდული აქვს თავისუფლება ამ პიროვნებას. და ფიქრობს რომ აი ეს თავისი საქციელის გამო არ აქვს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. ვერ აკეთებს არჩევანს, რადგან შეზღუდულია, შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით პიროვნება ზოგიერთთან, რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, არ დავგავიწყდეს, რომ ეს არის საჯარო კაშლა, ზოგიერთთან შესაძლებელია ასეც იყოს, რომ პიროვნება არ იმყოფება თავისუფლებაზე, ან იმყოფება ციხეში, შესაძლებელია რაღაც პრობლემები დაკავებულია და აი ამის გამო ვერ აკეთებს, არ შეუძლია რომ რაღაც არჩევანი გააკეთოს. თუ ასე არ არის და ზოგიერთთან, რა თქმა უნდა, ყველასთან არ იქნება ასე, პიროვნებას ურჩევს არჩევანის გაკეთება იმის გამო, რომ
სხვენია, ასე ვთქვათ, თავის ჩადენილი საქციელის, ნანობს, სინანულის გრძნობა და ძალიან აი ეს ბორკილები, სინდისი რაღაც არ აძლევს მოქმედების საშუალებას. ჩემოკარგებო, ასეთი იყო, აღარ გავაგრძელებ. პირველი ვარიანტი, მადლობას მოგახსენებთ ყურებისთვის. მადლობას მოგახსენებთ, თუ მოგეწონათ და გაშლა დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირდა ჩემოკარგებო. მე გადავალ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, ჩემი ძვირფასებო. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, ნახოთ. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. მე მაინტერესებს როგორია ამჟამად თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის ურთიერთობა. ვინც მეორე ვარიანტი აირჩია. ჩაიფიქრეთ პიროვნება, ვინც გაინტერესებთ, რას ფიქრობს თქვენზე. ნახოთ პირველ რიგში სიგნიფიკაცია, მოусმინეთ, რომ მიხვდეთ რამდენად სწორია თქვენი ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. მაშინ ნახოთ. მეორე ვარიანტი. ურთიერთობა თქვენ შორის ამჟამად. როგორია ურთიერთობა ამჟამად თქვენ შორის, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია. ჩემოკარგებო, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია, შესაძლებელია აქ მიყურებთ პიროვნებაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან, ან სამსახურებრივად, რომლისგანაც რაღაც გულისტკენა გაქვთ. ერთი სიტყვით, გულისტკენა გაქვთ. რაღაც პერიოდი შესაძლებელია ერთმანეთთან არ გქონდათ კომუნიკაცია და კავშირი, ანუ თქვენთვის იყავით ჩაკეტილი ერთი სიტყვით თქვენს თავში, თქვენს ფიქრებში, თქვენს რაღაც განცალკევებით იყავით, ანუ თავს არიდებდით ამ პიროვნებასთან ურთიერთობას, იმის გამო, რომ მისგან იყავით რაღაც გულნადგენი, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ თითქოს უკვე ეს პერიოდი გადალახეთ და ამ მომენტისთვის შესაძლებელია უკვე რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, რომ ყინული galgwa და ფიქრობ, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო და სხვათა შორის ეტაპი, რომელშიც თითქოს თქვენ თავს გრძნობთ გამარჯვებულად. კი, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ რაღაც კონფლიქტური სიტუაციის გამო თქვენ ერთმანეთთან შეიძლება ითქვას, რომ ზურგში ქცევითაც იყავით ერთმანეთთან, მაგრამ მიეცით ერთი სიტყვით შანსი თქვენ ამ პიროვნებას, კიდევ ერთი შანსი მიეცით, ჩემოკარგებო, და რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო თქვენ შორის. თუ გეცნოთ საკუთარი სიტუაცია და საკუთარი თავი, ნუ ეხლა ჩემოკარგებო, ეს შესაძლებელია ზოგიერთთან საჯარო გაშლა და ვიტყვი, რომ შეიძლება იყოს პიროვნება, ვისთანაც გაქვთ ყოველდღიური შეხება, კომუნიკაცია, ანუ სამსახურის თემა, შესაძლებელია ეს იყოს თანამშრომელი ან პარტნიორი, რომელთანაც რაღაც საქმითაც ხართ, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული. არ დაგოწყოს, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, და ნაწილთან შესაძლებელია, რომ ასეთი ვარიანტიც იყოს. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ ხართ ანუ არ არის თქვენი კოლეგა ან საქმიანი პარტნიორი და არის ჩვეულებრივ პარტნიორი, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გქონდათ, მოკლედ რაღაც პერიოდი თქვენ იყავით ერთმანეთის მიმართ ზურგში ქცევით და თითქოს ახლა უკვე დაიძრა ეს ყინული galgwa, დაიწყეთ რაღაც გაქვთ კომუნიკაცია ამ პიროვნებასთან, მიეცით პიროვნებას შანსი, კიდევ ერთი შანსი, ჩემოკარგებო. მაგრამ მე მაინტერესებს, მოდი ვიკითხავ. რა გაკავშირებთ ამ პიროვნებასთან? რა გაკავშირებთ ამჟამად ამ პიროვნებასთან? თქვენ ამოხდით როგორც წყვილი, ჩემო ძვირფასებო. წყვილი ერთმანეთის პარტნიორები, რომლებიც, ანუ კი, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ რაღაც პერიოდი თქვენ შორის იყო პაუზა, აი ამ ზუსტად კონფლიქტური სიტუაციის გამო და ახლა პიროვნებას თქვენ მიეცით ახალი შანსი, მაგრამ მაინც თითქოს ერთმანეთთან ისეთ ურთიერთობაში მაინც ვერ ხართ, მუდმივად თითქოს რაღაც დაცაბულობა მაინც არის და გაურკვეველი ერთი სიტყვით. მოდი ვნახოთ აბა მაშინ რა კი ასეთი სიტუაციაა, თუ გეცნოთ საკუთარი თავი, მაშინ ნახოთ, რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე,
მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი. რას ფიქრობს თქვენზე ამჟამად? რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე? ნახოთ. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე? აქ არკანები მეორდება. კი, ფიქრობს იცით რა არის? ფიქრობს რომ რაღაც დრომ თითქოს დაასტაბილურა, ფიქრობს რომ დროა დასტაბილურდეს ერთი სიტყვით და უკეთესობისკენ შეიცვალოს, დაინტერესებული არის თვითონ. ყოველ შემთხვევისთვის, შემოკარგებო იმით რომ რაღაც ურთიერთობა შეიცვალოს, ფიქრობს რომ კომუნიკაცია და რაღაც დალაპარაკება და გარკვევა აუცილებელია, რომ ის თუ რაიმე იყო თქვენ შორის დაფარული და გაურკვეველი, ეს ყველაფერი გაირკვეს, წარსულში დარჩეს ერთი სიტყვით. ზედმეტი თუ რაიმე გაწუხებდათ, ეს იცით რა არის, აქ შესაძლებელია ფიქრობ რომ რაღაც იყო თქვენ შორის სირთულე დაფარული, არ ვიცი, იცით რა არის, აქ ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ისეთი ვარიანტიც, შემოკარგებო, მე ვალდებული ვარ გავაჟღერო ყველა ვარიანტი, ხო? შესაძლებელია პიროვნებას თქვენ რაღაც ეჭვი გქონდათ, რომ იყო დაკავებული, შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ასეთი ვარიანტიც, რომ აზარტული თამაშებით და შესაძლებელია ეს თქვენ ყველაფერი გაიგეთ და სწორედ აი ამ ინფორმაციამ, რაც გაიგეთ, დაანგრია თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ახლა უკვე არის მიეცით კიდევ ერთი შანსი ერთი სიტყვით. მიეცით ერთი შანსი და ურთიერთობაში ფიქრობთ რომ მაგრამ აკვირდებით, შემოკარგებო, აკვირდებით ამ ურთიერთობას და პარტნიორი ფიქრობს თქვენზე, რომ საჭიროა დალაპარაკება, კომუნიკაცია და გარკვევა ყველაფრის, რა იყო და როგორ იყო. ნუ იცით რა არის, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, კი, ნამდვილად ძვირფასი ხართ მისთვის და ფიქრობს რომ რაღაც წარსული აღარ უნდა გაიხსენოთ და წარსულიდან უნდა გამოხვიდეთ ერთი სიტყვით, გამოხვიდეთ წარსულიდან და ეს ეჭვიანობა და უნდობლობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის გაქვთ, უნდა დასრულდეს და პიროვნება კი ფიქრობს თქვენზე და უნდა თქვენთან შეხვედრა, კომუნიკაცია და ერთი სიტყვით ყველაფრის გარკვევა, შემოკარგებო, აი ამას ფიქრობს და ნახოთ აბა რა იქნება. მე მაინტერესებს, მოდი ვიკითხოთ გრძნობა ამ პიროვნების თქვენთან მიმართებაში. გრძნობა ვიკითხოთ, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი, პიროვნება თქვენთან მიმართებაში ამჟამად. გრძნობა. სამყაროს არკანი. იცით რა არის? პიროვნება ფიქრობს, ნუ თქვენ რომ იტყვიან სამყაროს არკანის მიხედვით, თქვენ ხართ მისთვის ყველაფერი ერთი სიტყვით, სურს თქვენთან შეხვედრა, არჩევანის საშუალება რომ გქონდეს და რომ მიეცეს, რა თქმა უნდა, აგირჩევდათ თქვენ და ნება აქვს შემოკარგებო, თქვენს მიმართ განიცდის ნებას. მოდი ვნახოთ მისი მოქმედება. მისი მოქმედება ერთი თვის მანძილზე. შემკარგებ ნახეთ, დასტის ძირზე მაქვს პაჟი, კვერთხის ტუზი, სულელის არკანი და 6-იანი ხმალი შემკარგებო. მისი მოქმედება ფიქრობს რომ ყველაფერი განულდება და წარსულში დარჩება, თუ რაიმე იყო ნეგატიური და ფიქრობს რომ ის ურთიერთობა რომელიც თქვენ გქონდა, უნდა განახლდეს და უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. ერთი სიტყვით ეს პიროვნება ფიქრობს და ფიქრობ რომ მოქმედებაზეც, ანუ იმოქმედებს, ოღონდ შესაძლებელია დაელოდოს თქვენგან რაღაც ინფორმაციას და იმას რომ თქვენგან მიიღოს რაღაც წინადადება, მოისმინოს და თქვენ შეგირიგდეთ ასე ვთქვათ და
თქვენგან თუ დადებითი რაღაც იმპულსები გაჩნდა მის მიმართ, ვფიქრობ, რომ მისი მოქმედება მას უფრო გაუადვილდება მოქმედება, ჩემო კარგებო. ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს, რომ ურთიერთობა კვლავ დაიწყოს, იმიტომ რომ ახლიდან დაიწყოს ყველაფერი, თუ რაიმე ძველი ან ნეგატივში დარჩეს და წარსულს ჩაბარდეს, უნდა შეიცვალოს. ფიქრობს ის გაურკვევლობა, რაც და ის კონფლიქტური სიტუაცია, რაც იყო და წარსულში დარჩეს ყველაფერი და ახალი შანსი მიეცეს, ასე ვთქვათ. მაგრამ ამაში ის რომ ნაბიჯები თქვენსკენ გადმოდგას, თქვენგანაც რაღაც სურს, თქვენგანაც რაღაც იმპულსების, ასე ვთქვათ, და მინიშნებების გაიგოს ყოველ შემთხვევაში თქვენი აინტერესებს თქვენი აზრი, როგორი რას ფიქრობთ მასზე და შემდეგ ასე მოიმოქმედებს შემდეგ მოქმედებაზე ისე გადავა. ასეთი იყო ყოველ შემთხვევისთვის სურვილები აქვს და აქვს რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს ერთი სიტყვით ამ პიროვნებას, ვინც ჩაიდგეთ მეორე ვარიანტმა, ჩემო კარგებო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, დათმობილი დროისთვის, გამოიწერეთ არხებისაც არ გამოგიწერიათ, მადლობა.